ცხადებით პატარა, ძალიან საყვარელი და საოცრად ემოციური ანა ქაშიბაძე! მე ვარ ანა ქაშიბაძე 7 წლის. მე უნდა მოვყვე ლექსი დედაზე. მინჯის ყვავი თალშიც ვიპოვ. დედა გიკრიფა. სოფო და ანა, თქვენ გაქვთ 3 კიდა გადასული ხარ შემდეგ ტურში. მე მართლა ძალიან დიდი ხანი ოცნებობდი, რომ გამოვიდე ნიჭიერში და მიხარია, რომ ეს ოცნება ამიხდა. რაც გამოვედი ნიჭიერში, ჩემი ცხოვრება სულ შეიცვალა. პოპულარული გავხდი. მე და დედა როცა ქუჩაში გავდივართ, აი ყველა გვესება და საჩუქრებს ჩუქნის და აი როცა წავალ მაღაზიაში, შოკოლადებით მოდივარ უკან, იმიტომ რომ ჩუქნიან და ჩემს დედას კი ძალიან სხენია და არ ვიცი რატო. მე გავიმარჯვებ და ვიქნები ჟიურის რჩეულიც და ხალხის რჩეულიც. გამიხარდება, არ ვიცი როგორ სიგიჟემდე. პატარა ანა ქაშიბაძე! გამარჯობა, მე დღეს თქვენ მოგიყვებით სამ ნოდარ დუმბაძის ლექსს. ბაღი. მე ბაღი მეგონა, ყვავილებით და პეპლებით. აქ კი რა დამხვდა? მაგი და წიგნი და მასწავლებელი, ვაშლის ფაფა და სტაფილო, კატლეტები და სუპები. არა ბატონო ამ ბაღში, უთო დავიღუპები, არ მინდა თქვენი საწოლი, არც ეს ფაფუკი ბალიში. ან ნამდვილ ბაღში წავიდეთ, ან არა სახლში გამიში. ბებია. ბებო, იმდენი მაშინა მოვა და შეგჭამს ბუაო. მე მგონი თვითონ შეშინდა დაწნევა გაბრუაო. ნუ გაშინია ბებიკო, იმას ვასწავლე ჭკუასო და შენი შეშინებისთვის მე თვითონ შევჭამ ბუას. ექიმი. მოვიდა და გავგცინჯა ერთად მე და ბებია. მერე უთხრა დედიკოს, ბავშვი გაგციებიათ. მე კი სულ არ მციოდა. თბილად მეცვა ზემოდან, გიზგიზებდა ბუხარი და ძალიან ცხელოდა. აბა სულაც არა ვარ, ამცი ვარ აროდი ვარ, ძია ექიმს ეშლება, მე ბებია უგონი ვარ. პატარა ანა ქაშიბაძე! რა საყვარელი ხარ შენ! მოკეთ ბაღის ამბები ხომ მოგვიყევი, ბებოზე ხომ მოგვიყევი და ბაღი მართლა არ გიყვარდა? როცა მივედი თავიდან არ მომეწონა და არ მიყვარდა, მაგრამ მე მივეჩვენ და შემიყვარდა. კაი გოგო ხარ. კარგი. სოფო, მე მგონი ძალიან გინდა რომ შეაფასო პატარა ანა, მე თვალებში გატყობავს. რა თქმა უნდა. შევაფას. ძალიან მომეწონა ეს როგორ გადადიოდა ერთი ლექსიდან მეორეზე. ეს იცით რა იყო? ეს ნიშნავდა იმას, რომ მას მობილიზაცია ჭირდებოდა იმისთვის, რომ მეორე ლექსზე გადასულიყო. ხო მართალია ანა? ხო.
ძალიან ნიჭიერი ხარ, მართლა, ძალიან არტისტული და ლამაზად გამოთქვა იმას, რასაც აკეთებ და ვხედავ, რომ მართლა ემოციურად აკეთებ და ემოციურად ყვები ამ ლექსებს და გიხარია, რომ ესე კარგად ამბობ ლექსებს. მადლობა სოფოს. ახლა გეგას მოусმინოთ. და ლამაზად გამოიყურება. ხო, ძალიან მაგრამ ვიცი რა ლამაზია. ხარი კბილი რომელ ფერიას გაატანე. რომელ ფერიას გაატანეო? რა ფერი იყო? სამი კვირა კბილს ვინახავდი ნიჭიერისთვის და გუშინ ექიმთან მივედი და უთხარი რომ ძალიან ხოთ. მინი როგორმე მიმიმაგრეთო მარტო ხვალ გამიწვოს და მომით მიკეთებ. ეგრე უფრო კარგი არის. და ჩამომძრა. და იცით რა? აი მე ბალიშის ქვეშავდე და ფერია მოგვარი დამახვედრა. რამდენი დაგახვედრა? 2. ვა! არა ჩვეულებრივი ბავშვი არის ძალიან სასაცილო მე ცოტა მაშინებს ეს რო გაიზდება რას გვიზავს დიდი მადლობა რას გვიზავს ვანო შენ რას არ ფიქრობ ვიცი რა გვიზავს შესანიშნავი ბავშვია არაჩვეულებრივი და პირდაპირ გეტყვი რომ ძალიან კარგი მსახიობი ხარ უკვე და მე რო გაიზდები რა იქნები მართლა გეგასი სახიობობას ვაპირებ ჩემი ბიძაშვილები ამერიკაში არიან და ჩემს დედას უთხრეს რომ თქვენ კალიფორნიაში წავიყვანთ აიმე ჰოლივუდი ციფოქეს იგი. კინოდანაც კიდე ამიბარე საქართველოში აჰა, ესეა საქმე, უკვე ძალიან დიდი მადლობა ჟიურის ესეთი კარგი შეფასებისთვის. თქვენ კი ტელემაყურებლებო, თუ გსურთ რომ ეს ცუცკნიდა ანა ვიხილოთ ფინალში, აუცილებლად აიღეთ ტელეფონები, დავირეკეთ მას ნომერზე 0900 100 109. და ხურვალი აპლოდისმენტებით გავაცილეთ პატარა ანა და მე მინდა გითხრათ რომ აქ დარბაზში არიან Facebook-ში ნიჭერის გვერდის აქტიური მომხმარებლები და თქვენც გააქტიურდით და შეუერთდით მათ რიგებს ყველას მოდი მივესალმოთ. ხო აბა აი აქ არიან ისინიც ჩვენი შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილი წინ გველოდება და დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით დროები რეკლამის შემდეგ ბოლო კასტინგის აღმოჩენა ნინიკო კახაძე ნახევარფინალში შევეცდები მთლიანად დავიხარჯო და კიდევ ერთხელ დავიმსახურო ჟიურის და მაყურებლის სიმპათია. ნიჭერის ყველაზე კულმინაციური მომენტი ვინ გახდება ნიჭერის პირველი ფინალისტი